სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამენ. ღმერთის სიყვარულის შესახებ. წმინდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი. სანამ დავიწყებთ თხრობას იოანე ოქროპირის ამ სიტყვისა, მანამდე მინდა შეგახსენოთ ერთი ძველი პატერიკიდან შემთხვევა, როდესაც სულიერი შვილი წერდა თავის მოძღვარს აღსარებას და ეს აღსარება იწყებოდა ასე: რატომ არ მიყვარს ღმერთი? როდესაც მე ვკითხულობდი ამ წერილს, უნებრივია რომ თავიდანვე განსაკუთრებული ინტერესი დამეუფლა, რადგანაც ვფიქრობდი, რომ რაღაც ისეთი მოხდა ადამიანის ცხოვრებაში, ტრაგედია, განსაკუთრებული შემთხვევა, რომელმაც დააბრკოლა ღმერთისკენ სავალ გზაზე ეს ადამიანი. და როდესაც ჩავიკითხე ბოლომდე, მივხვდი, რომ ეს აღსარება ჩემი აღსარებაც იყო. და რაც უფრო წლები გადის, მით უფრო და უფრო მეტად ვფიქრობთ, ალბათ ყოველი ჩვენთაგან იმის შესახებ, რომ რამდენად დაშორებულები ვართ ღმერთისაგან და ეს დაშორებულება სწორედ ასე იწოდება, რომ არ გვიყვარს ღმერთი. რამდენადაც ძალზედ რთულია, რომ მიაღწიო ადამიანმა ისეთ სულიერ ზიახსლას, რასაც ღვთის სიყვარული ჰქვია. ასევე თურმე ძალზედ ძნელი ყოფილა იმის აღიარებაც და იმის დანახვაც, რომ რამდენად დაშორებულები ვართ ღმერთისაგან და მოკლედ რომ ვთქვათ, რატომ არ გვიყვარს ღმერთი. რაც უფრო ადამიანი ღრმად შეიხედება თავის ცხოვრებაში, მით უფრო და უფრო მეტად ამჩნევს ამას. ამიტომ ქრისტიანი არ შეიძლება იყოს ზერელე პიროვნება, ზედაპირულად მოაზროვნე. მას მის ცხოვრებას თან უნდა ახლდეს გულის ტკივილი. თუ ადამიანს გული არ ტკივა, თუ ადამიანი არ ცხოვრობს თითოეული წამით, თითოეული წუთით, თუ არ ამჩნევს მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს, რა გამოიწვია ესა თუ ის დაბრკოლება, რამ გამოიწვია ესა თუ ის შემთხვევა, ხომ არ ვარ მე დამნაშავე ამაში. მოკლედ რომ თქვა, თუ გულის ტკივილი არ გააჩნია ადამიანს, ის არ შეიძლება რომ ქრისტიანად იწოდებოდეს. თუ ადამიანი ფიქრობს, რომ ყველაფერი კარგადაა მის ცხოვრებაში, მაშინ არის მისი ქრისტიანობა იქ დამთავრებული და წერტილად ასმული. ამდენად ჩვენ მოკლედ ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ დავინახოთ ჩვენს ცხოვრებაშიც, ჩვენს ცნობიერებაშიც, ჩვენს აზროვნებაშიც, თუ რატომ არ გვიყვარს ღმერთი. ხოლო იოანე ოქროპირის წმინდა მღვდელმთავარს მოусმინოთ ღვთის სიყვარულის შესახებ აზრბრძანებს. გიყვარდეს ღმერთი უმეტეს ყოვლისა. მოვიძულოთ ოფითი სიკეთენი, რათა ღმრთისადმი ჩვენი სიყვარული წმინდად შევინახოთ.
განუყოფლად ვატაროთ და არ დავასუსტოთ ეს საუნჯე. ეს საუნჯე შეგვძენს ყოველგვარ სიმდიდრეს, განძს, პატივს, დიდებას, სახელოვნებას. დავიმარხოთ იგი გულში და სხვა არაფერი დაგვჭირდება. ღმრთის სათანადოდ მოყვარულნი განა ოდეს მიახვევიან კაცობრიվ სიხარულს ან ჭირვარამს. არა, ისინი ზედაც არ უყურებენ ამ ქვეყნიურ ელვარებას. სიცილად არ ყოფნით ყოველგვარი კეთილდღეობა. არა დაგიდევენ ნებისმიერ უბედურებას. ღმერთს სიყვარულით მიემშვალებიან და მის გარდა ვერაფერს ხედავენ. მუდამ თვალწინ უდგათ და ამიტომაც საკუთარი თავი უბედნიერესად მიაჩნიათ. ისინი თუნდაც ღატაკნი, შეურაცხყოფილნი, ბორკილ დადებულნი, შეჭირვებულნი, უკიდურეს განსაცდელში მყოფნი, თავად მეფეებს აღემატებიან ბედნიერებით და საკუთარ ტანჯვალ ვაებაში გასაოცარ ნუგესს პოულობენ, რადგან იციან, რომ ამას თავიანთი საყვარელი უფლისათვის ითმენენ. პავლე, ვისაც განუწყვეტლივ ემუქრებოდა სასიკვდილო საფრთხე დილეგში, ჩასაძირავად განწილულ გემზე თუ უდაბნოში მყოფს, ვისაც წილად ხვდა გამათრახება და სხვა უთვალავი სასჯელი, ხარობდა, მხიარულობდა, ზეიმობდა და ამბობდა: არა ხოლო ესე, არამედ ვიქადიცა ჭირთაშინა უწყით, რამე თუ ჭირი მოთმინებასა შეიქმს. აწ მიხარის ვნებათა მათშინა თქვენთვის და აღვასრულებ დაკლებულთა მათ ჭირთა ქრისტესთა ხორცითა ჩემითა გვამისათვის მისისა, რომელ არს ეკლესიაი. თანაც ამ ყოველივეს უწოდებდა მადლ მოსილ საბოძვარს და აღიარებდა: თქვენ მიგემადლა ქრისტესთვის არა ხოლო მისა მიმართ სარწმუნოებაი, არამედ მისთვისსა ვნებაიცა. ანუ შეგვემთხვევა რამე განსასწრელი, რაღაც ვნება შეგვემთხვევა ცხოვრებაში. ესეც მადლია. უნდა დაიმსახურო ადამიანმა, რომ განსასწრელი შექმნეს ამ ცხოვრებაში. ჩვენც შევეცადოთ, შევიძინოთ ასეთი სულიერი განწყობა და სიხარულით ავიტანოთ ჩვენზე მოწეული ყველა უბედურება. ამას კი მაშინ შევძლებთ, თუ ღმერთს დავით წინასწარმეტყველივით შევიყვარებთ, რაც მისივე სიტყვებიდან გამოშვივის. ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურინ სულსა ჩემსა შენდამი ღმერთო. სკულის სულსა ჩემსა ღმრთისა მიმართ ლიერისა და ცხოველისა, ოდესმე მივიდე და ვეჩვენო პირსა ღმრთისასა. არ უთქვამს შეიყვარა სულმა ჩემმა ღმერთი ცხოველი. განწყობის გამოსახატავად მან საკუთარ გრძნობას უწოდა წყურვილი, რითაც გვიჩვენა თავისი სიყვარულის სიღრმე, გზნებარება და უცვალებლობა. ადამიანი წყურვილს შეიგრძნობს არა ერთ ორ დღეს, არამედ მთელი სიცოცხლე, რადგან მისივე ბუნება აიძულებს ამას. ეს ნეტარი მამა დავითი და ყველა წმინდანის არა დრო და დრო განიცდიდნენ შემოსრულებას, როგორც ეს მრავალს ახასიათებს და რაშიც განსაკუთრებული არაფერია, არამედ ისინი მოუკლებად, განუწყვეტლად, სულ უფრო მძაფრად შეიგრძნობდნენ ამ სიყვარულს. ეს განწყობაა გამოხატული სიტყვებში: სკურის სულსა ჩემსა ღმრთისა მიმართ ლიერისა და ცხოველისა. აქ მას სულს აგვიხსნას თავისი სიყვარულის მიზეზი, ხოლო როგორ უნდა გვიყვარდეს ღმერთი, ამას გვიჩვენებს ნათქვამით: სკურის სულსა ჩემსა ღმრთისა მიმართ ლიერისა. ამას იგი ურთავს სიტყვას ცხოველისა, რითაც თითქოს და ყველას ყოფით ნივთებზე მიჯაჭვულთ მოუხმობს და არწმუნებს. ასე უგუნურად რატომ ვმონებთ სხეულის თუნებას, რისთვის გიყვართ ხორცი და წყურია დიდება, რატომ დაეძებთ სიამოვნებებს? ამათგან ხომ არაფერია მუდმივი და უგდავი, ყველაფერი წარმავალია და განქარვებადი, ლანძზე უსუსური, სიზმარზე ცრუ, გაზაფხულის ყვავილებზე მსრაფო ჭკნობადი. ერთნი სააქაო ცხოვრებასთან ერთად ქრებიან, მეორენი უფრო ადრე იღუპებიან. ისინი სწრაფად ცვალებადნი არიან, მათი ფლობა არასაიმედოა, მათი ტკბობა არამდგრადი, მაგრამ ღმერთი, ვისი მყოფობა საუკუნოა, სრულიად უცვალებელი და გარდაუქმნელია. ამიტომ დაუტევოთ დროებითი და წარმავალი, შევიყვაროთ სამარად ჟამო და ყველგან მყოფი ღმერთი,
ვისაც ის უყვარს, არასდროს გაწმილდება. მისი სიყვარული არც განელდება, არც გაქრება. სიმდიდრის მოყვარულს კი სიკვდილისთანავე, ან მანამდეც ხელიდან ეცლება თავისი სიყვარულის საგანი. იგივე ემართება წარმავალი დიდების მოყვარულს. რაც შეეხება ხორციელ სილამაზეს, იგი გაცილებით სწრაფად იკარგება, ვიდრე სიმდიდრე და ამ მსოფლიური დიდება. საერთოდ ყოველივე ყოფითი ხანმოკლე და წარმავალია, როგორც კი გამოკრთება, ტყის ვექრება. სულ სხვა სულიერი სიყვარული, იმუდამ ცოცხლობს და იფურჩქნება. მას ვერ ასაკლებს სიბერო, არ ძველდება, არის სრულიად უცვალებელი და გარდაუქმნელი, არ აშინებს გაურკვეველი მომავალი. მისი მფლობელნი აქვე იძენენ სარგებელს და საიმედოდ არიან დაცულნი. ეს სიყვარული წუთისოფლიდან განსვლის მერეც არ ტოვებს ამ ადამიანებს, მიჰყვება საიქიოშიც, სადაც მათ ვარსკვლავზე მეტი ბრწყინვალებით წარმოაჩენს სამომავლო სამჟავროზე. მაშნუ გაგვაოცებს აწმყო სიკეთენი, რათა გაგვაოცოს სამომავლო. უმჯობესია ითქვას, აღვაფრთოვანოს სამომავლო სიკეთეებმა, რათა არ აღვაფრთოვანოს ამ სოფლიურმა თუ მუდამ ამაზე ვიფიქრებ და წარმოვიდგენ ზეციურ სასუფეველს, უგდავებას, მწუხარებას, მოუკლებელ და დაუსრულებელ ცხოვრებას, ანგელოზებთან ერთად ზეიმს, ქრისტესთან თანამყოფობას, წყარუვალ დიდებას. თუ გვემახსოვრება, რომ იმ ცხოვრებაში არ არსებობს ცრემლი, ხვედრება და ბოროტმეტყველება, სიკვდილი, დარდი, ჯაფა, სიბერე, სნეულება, უზდურება, სიღარიბე, ცილისწამება, ფრივობა, ცოდვა, განკითხვა, დასჯა, წამება და საერთოდ ყველაფერი, რაც კი სააქაო ცხოვრებაში მტანჯველი და უსიამოვნოა. რომ პირიქით იქ სუფევს სიმშვიდე, უდროება, სიკეთე, სიყვარული, სიხარული, სასოება, პატივი, სინათლე და სხვა ენით აღუწერელი სიკეთენი, მაშინ სააქაო აღარაფერი მოგხვიბლავს და შეგვეძლება წინასწარ მეტყველის მსგავსად ვთქვათ: ოდესმე მივიდე და ვეჩვენო პირსა ღმრთისასა. ასეთი სულიერი განწყობით არც სიამაყე დაგვეუფლება ყოფითი ბედნიერებისაგან, არც მოწყინება უბედურების გამო, არც მზვაუბრობა, არც სხვა რამ მათი მსგავსი. ადამიანის ცხოვრება ძალზედ მოკლეა. ეს ყველამ ვიცით. ყველამ ვიცით, რომ დადგება ჩვენ ცხოვრებაში შამე ამ მიწიერი ცხოვრებიდან გასვლისა. ბევრი ადამიანი, რომელიც ეკლესიურად ცხოვრობს, ისრაფვის იქითკენ, რომ მოიპოვოს ღვთის სიყვარული. მაგრამ როგორც ივანე ოქროპირი ბრძანებდა, ამის მიღწევა ძალზედ რთულია და ძნელია. თვით სიყვარული ღვთისა რომ გაიგო, ესეც ძალზედ რთულია. რაში მდგომარეობს სიყვარული ღვთისა? ამიტომ ძალზედ მარტივია, რომ იმ ბერის მსგავსად, რომელმაც თავის მოძღვარს მიწერა აღსარება, ჩვენ ვთქვათ გონებაში, რატომ არ გვიყვარს ღმერთი და ყოველი ის ცოდვა ჩამოვთვალოთ ჩვენს გონებაში, რომელსაც ჩავიდენთ, რომელსაც ჩავდივართ, რომელიც ჩაგვიდენია და ამის მიხედვით გამსაჯოთ ჩვენი თავი. თუ ჩვენ შევეცდებით, რომ ვებრძოლოთ ამ ცოდვებს, ესე იგი მივდივართ იმ გზაზე, რასაც ღვთის სიყვარული ქვია. შეიძლება ვერც მივაღწიოთ. ეს იმდენად სრულყოფილი სათნოება, რასაც სიყვარული ღვთისა ქვია. მაგრამ სამჟავროზე აუცილებლად ღმერთი დაგვიფასებს ჩვენ იმას, რომ ცოდვას ვებრძოდით და ვამბობდით: აი მე რო ამ ცოდვას ჩავდივარ, აი ამიტომ არ მიყვარს ღმერთი. ღმერთო შემინდე და აპატიო. აი ასეთი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგვეხმაროთ.